New Hospitals-ის რუბრიკით ვაგრძელებთ ეთერს. თორაკალურ ქირურგიაზე ვისაუბრებთ. ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც ფოკუსირებულია გულმკერდის ღრუს ორგანოების ქირურგიულ კურნალობაზე. გულმკერდის ღრუს ორგანოების ქირურგია წარმოიდგინეთ შეიძლება მოიცავდეს ფილტვების, პლევრის, შუა საყარის, ტრაქეას, საყალბავის ან გულმკერდის კედლის ოპერაციებს. თორაკალური ქირურგია მკურნალობს როგორც ონკოლოგიურ, ისე არაონკოლოგიურ პათოლოგიებს. აი რა არის თორაკალური ქირურგია და რას მოიცავს მედიცინის ეს დარგი? თემაზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. სტუდიაში შემოგვერთა New Hospitals-ის ონკოქირურგი, თორაკალური ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ანზორ ლაგველა. გამარჯობა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მერწმუნეთ, რომ ჩემნაირი დილეტანტი ძალიან ახლა ის გვიყურებს და პირველად გაიგო ალბათ ამ სამედიცინო მიმართულების შესახებ და მე რომ მეგონა რომ გულმკერდის მიღმა მხოლოდ გულს მოიცავდა, ეგერ ჩამოვთვალეთ თურმე რამდენი პრობლემა შეიძლება იყოს. მოდი, ჩემი წარდგენის მიუხედავად დეფინიციით დავიწყოთ, რას ნიშნავს თორაკალური ქირურგია? თორაკალური ქირურგია ნიშნავს გულმკერდის ორგანოების ქირურგიას, გარდა გულისა და მაგისტრალური სიზარდების. აქ შედის ფილტვი, ორივე ბრონხი, ტრახეა, საყლაპავი, შუა საყარი, კერდუკანა ჯირკვალი, პლევრა, მომფენი გარსი, გულმკერდის პლევრას ვეძახით და დიაფრაგმა, რომელიც ყოფს გულმკერდს და მუცლის ღრუსს. ძირითადი ორგანოები არის და მის მკურნალობას ებრძნება თვითონ თორაკალური ქირურგია. ოდესღაც თორაკალური ქირურგიაში შედიოდა სარძევი ჯირკვალიც, რბილი ქსოვილების, მაგრამ კარდიოქირურგიაც, მაგრამ ეს დარგები გაიმიჯნა, როგორც კარდიოქირურგია, ასევე მამოლოგია, ასევე სხვა და დარჩა ეს ორგანოები ძირითადი დარტყმით, რა თქმა უნდა, ფილტვზე მოდის. ანუ კარდიოქირურგია გამოეყო ესე. კარდიოქირურგია გამოეყო, მამოლოგია გამოეყო და დარჩა ძირითადად ფილტვის ქირურგია, შუა საყრის ქირურგია, გულმკერდის, ტრახეის და ბრონხის ქირურგია. ანუ რახან ასეთი ძალიან სრულყოფილად ვიპასუხეთ, ალბათ საინტერესო იქნება რა სიმპტომატიკა შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ პაციენტმა, მათ შორის დილეტანტმა და ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ზოგადად პაციენტები დილეტანტები ვართ, ხოლმე ეგრეც უნდა იყოს, რომ აი ამ სიმპტომს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომ დროულად აღმოჩნდეთ სწორ ადგილას. სხვადასხვა დაავადებებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ეხება ფილტვის, საყლაპავის დაავადებებს თუ შუა საყრის დაავადებებს, სხვადასხვა სიმპტომატიკა აქვს. ძირითადად ძირითადი ნაკადი პაციენტების არის ფილტვის დაავადებებით და ამ შემთხვევაში სხვადასხვა სიმპტომები მოდის, მაგრამ პირველ რიგში რაც გულმკერდის ქირურგიას ახასიათებს, ეს არის გულმკერდის ტკივილი. ეს არის ხანძლივი ხველა. ეს შეიძლება იყოს ამ ხანძლივი ხველის ფონზე სისხლიანი ნახველი. ეს შეიძლება იყოს სუბფებრილური დაბალი ტემპერატურები. მაგალითად ადამიანი დგება და 37 და 2 აქვს სულ. ხო, არაფერი არ აწუხებს. საერთო სისუსტე ამასთან ერთად. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს რაღაცა ფილტვის სუნთქვის გაძნელებას, სუნთქვის პრობლემას ხელასთან ერთად რა, რაღაცა ადვილად დაღლას. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს რაღაცა ფილტვის პრობლემაზე, უფრო მეტი სიმპტომატიკა ამ ანუ გამოდის რომ პაციენტებიც უფრო მეტად სწორედაც რომ აი ფილტვთან დაკავშირებულ პრობლემებთან კი, ძირითადად, მაგრამ თუ ეხება საყლაპავს, ამ შემთხვევაში გამოდის სხვა სიმპტომატიკა, აქ არის ყლაპვის გაძნელება. აქ არის წონაში კლება, აქ არის ტკივილი ყლაპვის დროს, აქ წონაში კლება, იმიტომ რომ საკვებს ვერ ღებულობს პაციენტი და სხვასაც ნუ გააჩნია აქ დაავადებებს არის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. ავთვისებიანი დაავადებების დროს უფრო მარტივი სიმპტომატიკაა და უფრო მარტივად არის. რა მინდა იცით ვკითხოთ, აი მე რას მივაქცევდი ყურადღებას, ახლა ფილტვებზე ვსაუბრობ, ფილტვიდან არ ვიცი ისეთი ორგანოა, მას გარემო ძალიან ბევრ რამეს ხელსაც უწყობს და ხელსაც უშლის. ჩვენთან რა გარემოც არის, მე მგონია რომ თქვენთან ფილტვის დაავადების მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იქნება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ტყვია დაბინძურებული ჰაერი, ეს გამონაბუქების ყველაფერი მე მგონია რამდენად ისახება და რამდენად ხშირია სტატისტიკურად ავთვისებიანი დაავადებები ფილტვების. ავთვისებიანი დაავადებები მსოფლიოში ყოველწლიურად 1.5 მილიონი ადამიანი ავადდება ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნით. ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 800 შემთხვევა არის, ახალი შემთხვევა ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეების. აქედან სამწუხაროდ 50%-ზე მეტი დაახლოებით 70% მოდის დაავადების მესამე-მეოთხე სტადიაზე. და როცა პირველ-მეორე სტადიაზე მოდის დაახლოებით 30%. ვინაიდან შეუმჩნევლად მიდის პროცესი და რა თქმა უნდა, თავიდან პირველ-მეორე სტადიაზე, როცა ეს სიმპტომატიკა არ არის, როცა ადამიანს არც ხველა აწუხებს, არც სისხლიანი ნახველი, არც სუბფებრილური ტემპერატურა, მისი აღმოჩენა
პრაქტიკულად შემთხვევითობა შეიძლება იყოს. ამიტომ შემოვიტანეთ და თელ სოფლიოში აპრობირებული მეთოდია სკრინინგ მეთოდები, როცა არის მიზან მიმართული ჯგუფები, მწეველები, ვთქვათ, მავნე პროფესიის მქონე აგრესიული საღებავებთან, ასბესტ ცემენტთან მომუშავე ადამიანების სკრინინგ გამოკვლევები. რა თქმა უნდა, გენეტიკურ ფაქტორს აქ არავინ არ გამორიცხავს და ეს ადამიანებიც უნდა გამოიკვლიონ. ჩვენ კლინიკაშიც, როგორც სხვაგან თელ სოფლიოში დანერგილია სკრინინგ პროგრამა, რომლის მიხედვით ჩვენ კომპიუტერულ ტომოგრაფიულ კვლევას ნახევარ დატვირთვით, რადიაციული დატვირთვის ნახევარი დოზით ვაკეთებთ ამ კვლევას და შესაბამისად ყველა ის პატარა წარმონაქმნი, თქვა 5 მმ-იან, 3 მმ-იანი, 1 სმ-იანი, რომელიც არის პირველი სტადიის, ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ და მისი მართვა და მკურნალობა ბევრად უფრო ადვილია, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე ფიზიკურად მასშტაბური ქირურგიული ჩარევები არ ჭირდება, მინი-ინვაზიური, ძალიან პატარა ჩარევებით, პატარა განაკვეთებით, 1 სმ-იანი განაკვეთებით, ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს და ამიტომ სკრინინგი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ფილტვის სკრინინგი საკმაოდ რთული პრობლემაა და ზოგადად არ არის რიგ ქვეყნებში შემოტანილი ესე ვრცლად. თუმცა, ჯერჯერობით თელ სოფლიოში წამყვან ქვეყნებში მიდის ამაზე ბევრი საუბარი და ბევრ კლინიკებს აქვს ეს სკრინინგი და მით უმეტეს ჩვენთან ნიუ ჰოსპიტალში სკრინინგის შესაძლებლობა არის. ბატონო აზარმოვით ასე გითხავთ, როდესაც უკვე არსებობს დასმული დიაგნოზი ფილტვის კიბოს შემთხვევების, აი აქ რას გულისხმობს ქირურგიული ჩარევა? ფილტვის კიბო საკმაოდ რთული დიაგნოზია და მისი მართვა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ეს საკმაოდ აგრესიულ დაავადებათა ნუსხას მიეკუთვნება. ამიტომ გააჩნია ფილტვის სტადირებას. თუ ჩვენ გვაქვს პირველ მეორე სტადიის დაავადება, ჩვენ აუცილებლად ვიწყებთ ქირურგიული მკურნალობით. ეს არის რადიკალიზმის პრინციპის დაცვა, ანუ საქსოვილების ფარგლებში მოკვეთა და საჭიროების შემთხვევაში რეგიონალური ლიმფოდისექცია, ანუ არ არის მარტო ოპერაცია რაღაცა მოიკვეთოს რა, იქ არის ლიმფოდისექცია, ანუ ლიმფური ჯირკვლები შუა საყარში ან ფილტვის ირგვლივ, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მოშორებული და გარდა იმ უბნისა, რომელიც თქმა უნდა, ონკოლოგიური პრინციპები არ უნდა დაირღვეს ამ შემთხვევაში და როცა დაავადება გვაქვს მესამე-მეოთხე სტადიის, ამ შემთხვევაში უკვე მულტიდისციპლინარული გუნდი ერთვება და არაქირურგიული მეთოდებით მიმდინარეობს მკურნალობა, ეს იქნება ქიმიოთერაპია, სხიურთერაპია, იმუნოთერაპია, ტარგენტთერაპია თუ რამე სხვა. ეს ჯგუფი აუცილებლად შეარჩევს ამ ადამიანისთვის სპეციფიურ ინდივიდუალურ გეგმას და მის მიყვება. თუ დაავადება კარგად დაემორჩილება, სიმსივნური წარმონაქმნი დაპატარავდება პაციენტის დაავადების გავრცელების არანაირი ნიშნები არ იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვერთვები ჩვენ ქირურგები და შეგვიძლია გავაკეთოთ ქირურგიული ჩარევა, ანუ ის კერა პირველად იმოვაშოროთ. და ან ოლიგომეტასტაზი თუ არის, ისიც მოვაშოროთ და ამით მივცეთ უფრო მეტი შანსი გამოჯამთელების. ანუ ფაქტია, რომ თქვენს კლინიკაში, ნიუ ჰოსპიტალში, ვიდრე ქირურგების ჯგუფამდე მოვა პაციენტი, ქვემოთ ძალიან ბევრი სხვა შესაძლებლობა და არ მარტო ჩვენთანაც მოდის პირდაპირ, მაგრამ ჩვენ უკვე ვთავთ თელ გუნდს და ყოველ კვირას გვაქვს სპეციალური ბორდი, ანუ სპეციალური გარჩევის დრო, როცა ყველა პაციენტი ერჩევა ონკოლოგიურ, იმიტომ არ შეიძლება პაციენტმა, რომელსაც აქვს მძიმე დაავადება, ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს მისი ბედი და წაიყვანოს, იმიტომ სხვა დარგის სპეციალისტები იქნება, ეს ქირურგები, თერაპევტები, ონკოლოგები. კონსილიუმური ხასიათი. კონსილიუმის, რა თქმა უნდა, ხასიათის მიმართ, რომც იყოს და რომც ვიცოდეს პირველი სტადია და ყველა დაეთანხმება, მე მაინც გამომაქ ეს ბორდზე, იმიტომ რომ ყველამ უნდა დაეთანხმოს, იმიტომ რომ მეც უნდა დაეთანხმო და ყველამ და ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ამ დროს როცა ყველა ერთად მუშაობდა, არა ცალ-ცალკე. ბატონო აზო, რა ტიპის დაავადებებს აერთიანებს თორაკალური ქირურგია? როგორ ახდენთ ამის დიაგნოსტირებას და რამდენად შეიძლება აი სხვადასხვა ორგანოს დაავადებების, აი კიბოზე ხო დაუშვათ სკრინინგი გვაქვს, რაც ძალიან კარგი საშუალებაა პრევენციული. რამდენად გვაქვს კულტურა და შესაძლებლობა რაც თავარენ ჰოსპიტალში რომ ჩვენ პაციენტები მოვიდეთ და სხვადასხვა ორგანოების გამოკვლევა პერიოდულად გეგმიურად ვიტაროთ ხოლმე. კი, აუცილებელია. ეს გაწერილია, რა თქმა უნდა, გვაქვს სპეციალური კრიტერიუმები, რომლის დროსაც ჩვენ ურჩევთ პაციენტებს, ჩაიტარონ სკრინინგი, გაიარონ გარკვეული კვლევები, ეს ძირითადად არის 100 საკი 45 წლის ზევით და თუ არის თამბაქოს მომხმარებელი 15 წელზე მეტი, ან მომუშავე სხვადასხვა მავნე პროფესიით, თქვათ აგრესიული საღებავები, აუცილებლად ან ცემენტ ასბესტის ნარევებთან მუშაობა, ეს აუცილებლად დაცვის საშუალებები უნდა ქონდეთ ამ ადამიანებს, რაც საქართველოში ცოტა იგნორირებას. ეს ასაგზე მიბმულია უმეტესად არა სქესობრივ სხვაობაზე დაუშვათ. სქესობრივ სხვაობას რაც ეხება, ჩვენ ვიცით, რომ 10 მამაკაცზე მოდის ერთი ქალბატონი
ეს 90-იან წლებს ვიძახი ახლა მე 10 მამაკაცზე მოდის ერთი ქალბატონი დაავადებული და რაც უფრო პოპულაციაში გაიზარდა თამბაქოს მოხმარება ქალებში უკვე 1/3-ზე გადავიდა რა 1/3-ზე გადავიდა ეს პირდაპირ მაჩვენებელია იმისა რომ თამბაქო არის მიბმული და დაავადება თამბაქოზე არის მიბმული როგორც ქალბატონებში შეგვიძლია ჩვენ ხო აქამდე თუ სტიგმა იყო ქალის მოწევასთან დაკავშირებით და არ ეწეოდა და ან რაღაცა ახლა ეს სტიგმა აღარ არსებობს რაც მწეველები ამ გენდერშიც გაიზარდა ფაქტია რომ დაავადებები არის ძირითადად ის განვითარებული ქვეყნების და ქალაქების დიდი ქალაქების პრობლემა იმიტომ პროცენტულად რომ გადავხედოთ ყველაზე მეტი ფილტვის დაავადებები მე არ ვიძახი მწეվել სოფელში მაცხოვრებელ ადამიანს არა მწეველებზე პასიურ მწეველებზე უფრო მეტად განვითარებულია მაინც დიდ ქალაქებში და გარემო პირობები ჰაერის დაბინძურება ყველაფერი ხელშემწყობია სამწუხაროდ და რაც ხდება დიაგნოსტიკა კლინიკაში არის საკმაოდ ფართო სპექტრი დიაგნოსტიკის აქ ბანალური რენტგენოლოგიური კვლევიდან დაწყებული დამთავრებული PET-CT ტომოგრაფით მაგრამ უფრო მეტად ჩვენ ვიყენებთ მაინც გულმკერდის დიაგნოსტირებაში უფრო მარტივად და უფრო მალე ხდება გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ვინაიდან ის საკმაოდ სენსიტიურია ყველაზე პატარა 3 მმ-იან 4 მმ-იან კვანძებსაც ნახულობს მისი ჩატარება არის 10 წუთიანი პროცედურა არ ჭირდება რაღაცა დამატებითი გამოკვლევები ან რიგ შემთხვევებში არ ჭირდება რაღაცა დამატებითი კვლევები კონტრასტის სახით ან რაღაცა ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ამ მარტივ კვლევას თუ მე გვჭირდება მე ვამატებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას მაგნიტურ რეზონანსს და მე უკვე მიდის უკვე ინვაზიური მეთოდები ეს იქნება ბრონხოსკოპია გასტროსკოპია ეს დათვალიერება ბრონხების შიგნიდან მე მისი თქვა მორფოლოგიური მასალის ან ბიოლოგიური მასალის აღება გამოკვლევა მორფოლოგია თქვა იმუნოგისტოქიმია გენეტიკური ანალიზი და საკმაოდ განვითარდა ბოლო წლებში ინტერვენციული რადიოლოგია. აი სანამ ბოდიში შევაწოდოთ განვითარება ახსენე და მაგაზე მინდოდა საუბრის ბოლოსკენ ეგ დამესვა ზუსტად რამდენად გვაქვს საქართველოში უკვე იმის საშუალება და იმის თქმის საშუალება რომ ჩვენ თანამედროვე ტენდენციებს და თანამედროვე ტექნოლოგიას მივუყვებით მაგალითად იგივე ნიუ ჰოსპიტალში რამდენად გვაქვს ყველაფერი ის რაც გვაძლევს საშუალებას რომ არ წავიდეთ სხვა ქვეყანაში დახმარების საძებელად ნიუ ჰოსპიტალში მეცალსაღად და პირდაპირ შემიძლია თქვა რომ ყველა ის საშუალება არსებობს რაც კი არსებობს სოფლიოში ეხლა დიაგნოსტიკაში მკურნალობაში შეიძლება კიდე რაღაცა გვაგდეს მაგრამ დიაგნოსტიკაში ეს ინტერვენციული რადიოლოგიის მეთოდი როცა დამიზნებით კომპიუტერული ტომოგრაფიის ქვეშ ჩვენ ნემსით ჩხლიტავ და შევდივართ იმ სიმსივნეში და ვიღებთ იქიდან რაღაც მასალას ბიოლოგიურ და მე სხვადასხვა ლაბორატორიებში ვაგზავნით შეგვიძლია შვეიცარიაშიც გავაგზავნოთ თბილისშიც გავაკეთოთ და ნებისმიერ ადგილას ანუ თავარი მასალის აღება თუ ეს ჩვენ არ გვაყოფილებს და თუ ჩვენ ტექნიკურად ამას ვერ ვაკეთებთ უკვე ქირურგიული მეთოდები ირთვება დიაგნოსტიკის როგორც არის თორაკოსკოპია შეგვიძლია მარჯვენა მხრივი მიდგომით ანუ მარცხენა პლეურიზურში მარჯვენა პლეურიზურში ვიდეო თორაკოსკოპით შევიდეთ იგივე აპარატურით რაც ტელევიზიაში არის როგორ სპეციფიური ოპერატორი დავათვალიეროთ გულმკერდი შევარჩიოთ ის სამიზნეები რომელიც ჩვენ გვაინტერესებს იქიდან ავიღოთ მასალები იგი ანალოგიურად ლიმფური ჯირკვლები ამოვკვეთოთ და მე გავაგზავნოთ ლაბორატორიაში დავაკვირდეთ და დავუსვათ სწორი დიაგნოზი რაც საწინდარია ყველა მკურნალობას ყველა შესაძლებლობა რომ დიაგნოზი სწორად დაისვას თავშოთ აქ არ არის პასუხი ასეთი ანუ ყველა შესაძლებლობა იმისთვის რომ სწორი დიაგნოზი დაისვას თქვენი კლინიკა ამის საშუალებას იძლევა. კარგით, აი ვასრულებთ საუბარს და ტრადიციულად უნდა გკითხოთ გულმკერდის დაავადებებზე ამ შემთხვევაში თუ არსებობს პრევენციის გზები. ძალიან ისეთი ზოგადი მაინც კი, ჯანმრთელ რეკომენდაციების წესი, რა თქმა უნდა, ვარჯიში, სუფთა ჰაერი, რაც ფილტვებს ეხება, ხშირად გასვლა ბუნებაზე, რა თქმა უნდა, მავნე, რა თქმა უნდა, დასვენებები ახლა ცოტა არეული პერიოდი იყო საქართველოში და ეს კურორტოლოგია იყო საკმაოდ მივარდნილი დარგი 90-იანი წლის მერე, მაგრამ ახლა ნელ-ნელა რაღაცები კი ვითარდება და ჩვენ ის კულტურა უნდა დავიბრუნოთ, რომ საფხულ ზამთარს სადაც გავიდეთ, დავისვენოთ, ქალაქიდან გავიდეთ აუცილებლად ბუნებაში და სუფთა ჰაერი. მე ზუსტად ხო ახლა თქვენ რო დაგემშვიდობებით ზუსტად აი ეს გამოვრიცხოთ რა თქმა უნდა. აი ეს არის ხო უქროს წესებით ვასრულოთ ფაქტობრივად. ექიმები საუბრობენ ხოლმე, ხოსლ მგონია რომ ჩემ თავზე ლაპარაკობენ. ცოტა შორის ცოდვა გამხელის ჯობია კი არა და აღიარება ჯობია რომ ჩვენთან ნიუ ჰოსპიტალსის რუბრიკა არ არის ახალი ცხადია და თქვენაირი სპეციალისტების მოსვლამ საბოლოო ჯამში დამანებებინა თამბაქოს მოხმარებაზე თავი, იმიტომ რომ ამის მოსმენა ზუსტად აი დათოსნაირად სულ ჩემს თავზე ვიღებდი ამას რომ საუბრობდი და თქვენი ძალიან დიდი დამსახურებაა და ამიტომ მიხარი ეს რუბრიკა გვაქვს რომ ჩვენ მაყურებელზეც აუცილებლად გავლენას იქონებს და დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის დაგემშვიდობები და გვეიმედებით რომ ხართ